დედის სტრესის დონეც, ხო, ასევე გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, გავლენას ახდენს თავის ტვინი როგორ განვითარდება, ანუ ახალი კვლევებიც ამას იკვლევს, რომ თქვათ, როდესაც ბავშვი იბადება, ხო, თავის ტვინი არის რაღაც დაახლოებით 370 გრამი და სადღაც 3 თვის განმავლობაში მისი თავის ტვინი 1%-ით იზრდება, ანუ დაბომბვა ხდება, ხო, იზრდება და ეს ზრდა რას ნიშნავს, რომ უჯრედები, რაც არის თავის ტვინში, ის უჯრედები მიგრირებენ, ანუ მიემგზავრებიან, რომ აქ ხო ჭირდება, ანუ სად იყვნენ, მრავლდებიან, ხო, იქსელებიან და ასე შემდეგ. ეს არის რაც არის ზრდა. და როდესაც არის სტრესული მდგომარეობა, ანუ ჭარბი სტრესი არის, ხო? ამ შემთხვევაში რაღაცები იცვლება და ამბობენ კიდეც, რომ შეიძლება რაღაცა ფსიქიკური, თქვათ, პრობლემები, აშლილობები გამოწვეული იყოს, ანუ ესე პირდაპირ შეიძლება, მაგრამ გამოწვეული იყოს იქიდან გამომდინარე, რომ მუსალყოფნის პერიოდში ან მერე ვერ მოხერხდა იმ უჯრედების რაღაცნაირად დალაგება ან შეწყობა ერთმანეთთან, ხო? თუმცა ამასთან ერთად აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავის ტვინი არის ნეიროპლასტიური მთელი ცხოვრების განმავლობაში, ისე იქსელება, ისე იცვლება, ცოცხალი როგორც არ ვიცი, დასახლება რო წარმოვიგინოთ, სადაც ყველა მოსახლეს ძალიან დიდი სურვილი აქვს შექმნას სამეზობლო